კირჩხიბი ეს არის ემოციური სამყარო, მეგობრებო, ემოციური ველი. როგორც წესი, კირჩხიბში როცა შენ სადა მოიგანგლესე, სად იყავი? როდესაც კირჩხიბის ენერგიასთან გვაქვს კავშირი, ეს არის გადინება ემოციური ენერგიის, ემოციური შეგრძნებებთან ურთიერთობა აღარ ხდება. თითქოს დაბლოკვამიტი სერიოზული გრძნობების, ემოციების, შეგრძნებების და ფაქტობრივად გარკვეულწილად ვეძახი ხოლმე ცოტა ანესთეზიას. თითქოს ანესთეზიას უკეთებენ ხოლმე საკუთარ ცოტა მას მირევენ აქ პატარაზე ბავშვები. რა იყო? ხო და კირჩხიბი არის ემოციები, ეს არის ენერგეტიკული ველი, ეს არის ენერგეტიკული ველი, როცა ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და მე უნდა ან გამოვხატო ჩემი შინაგანი სამყარო, ან მათი შინაგანი სამყარო ვიგრძნე, ეს კირჩხიბთან არის დაკავშირებული და როგორც წესი ეს ირღვევა, გადავდივართ მე ოპოზიციურ ენერგიაში, ხო, მაგალითად სიცივე, სუფთა ანესთეზია რო კეთდება ემოციებზე, შეგრძნებებზე და მე შინაგანათაც ცოტა უსუსურები ხდებით, იმიტომ რომ თუ არა გვაქვს საკუთარ ემოციებთან კონტაქტი, ენერგეტიკულ ველს გულისხმობ აქ, შემდგომ ძალიან ბევრი რაღაც საძირკველი ირღვევა თითქოს, რაზეც უნდა დავდგე, რომ მე ისეთი შეიძლება აღარავის აღარ უნდოდეს ან ჩემთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მე ანესთეზია მაქვს გაკეთებული, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ღრმა ემოციური კონტაქტი არ მინდა ადამიანებთან, ან უახლოეს გარემოცვასთან და ან მე თვითონ არ მინდა მათი ემოციები ვიგრძნო და მათ რაღაც ემოციურ სამყაროში შევიდე. მე ხალხ ძალიან გამოკვეთილ ენერგიებზე ვლაპარაკობ, თუმცა შიდა ფონი ეს იქნება, რომ სადღაც ამ ადამიანს არც აქვს კარგი გამოცდილება ემოციებთან ურთიერთობის, გამოხატა თავი, ვერ გაუგეს გარემოცვა, რომელიც არ იყო შესაბამისად. ანუ ყველას ამ კომბინაციების მიღმა დევს რაღაც დრამა და ტრამვა ყოველთვის ისე არ მოდის თავისით, ხო, მაგრამ საჭირო არის იდენტიფიკაცია, რა ხდება, რატომ ხდება მე ეს ყველაფერი, რატო დავრჩით მარტო, რატო არავის არ უნდა ჩვენთან ურთიერთობა, ან ჩვენ რატო არ გვინდა არავისთან ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ როგორც წესი ემოციური ჩართულობის ქვეშინია სხვებთან, პირდაპირ ემოციურად რომ მე ვიგრძნო ადამიანი, აქ ხდება თითქოს რაღაცნაირად გათიშვა, ხო, მე მეშინია ესე ახლოს მოუშვა ადამიანი, ან მე წავიდე, იმიტომ რომ მისი ემოციები მე ჩემნი ხდება, მე ზედმეტად ვგრძნობ ამ ყველაფერს და ჯობია რომ არ ვიგრძნო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე არ ვიცი ჩემ ემოციებს რა უყო. უკეთებ ჩემ თავს ანესთეზიას, ხო? და აქ ხდება ენერგეტიკული დარღვევა, ოჯახური ველის, უახლოესი გარემოცვა. ეს ვეღარ შემოდის ჩვენთან ესეთი ვერ ვიჭერთ მე, ან ოჯახის ზონა